გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. გაზრდილია მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა. საქართველოს რეზოლუციამ რეკორდული ხმა 107 მიიღო. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ისტორიული დღე იყო გაეროში საქართველოსთვის, სადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია გაეროს წინაშე წარსდგა ჩვენი პარტნიორების კიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ეს ზრდა მოხდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონებიდან, როგორც არის ლათინური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, რეინტეგრაციის საკითხებში თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგი.